you're still online. I'm in my room waiting for a sign. მოკეთ მეგობრებო, ეს კვირა იქნება ძალიან დატვირთული, იმიტომ რომ კორნელში ეს არის homecoming-ის კვირა. ამაზე ვიდეო შარშანს გადავიღე და არ მჯერა რომ უკვე 1 წელი გავიდა. დღეს იქნება პირველი დღე, როცა homecoming-ის თემატიკის რაღაცა ხდება უნივერსიტეტში და ეს იქნება ბერჯელ მithქვამს შემარხზე, რომ კორნელს აქვს ესეთი grad სტუდენტებისთვის სივრცე მოწყობილი, სადაც პარასკევებით ვიკრიბებით და $1 ლუდს ან რაიმე სასმელს ვსვავთ. რა თქმა უნდა, ლუდი უფრო ძვირი ღირს, უბრალოდ სუბსიდირებულია კორნელის მიერ და ჩვენ $1 გვაქვს. დღევანდელი TGIF-ი, ანუ ეს ივენთი იქნება მიძღვნილი homecoming-ის და homecoming-ი ვინც არიცით არის ეს. ალბათ ფილმებში გექნებათ ნანახი. ეს არის პირველი თამაში აქაური ფეხბურთის უნივერსიტეტში და დაკავშირებულია იმ ენერგიასთან და იმ გრძნობასთან, რომ შენ ხარ ამ უნივერსიტეტის ნაწილი. და რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რატომ იმართება წვეულებები. ესეთი რაღაცა გამოვიწერეთ. იმიტომ რომ ჩვენი მასკოტი არის დათვი. და დღესახვალ Pictures off your pad, even though you don't send me anything, you are still in my head. საღამოს, ანუ ამ TGIF-ის შემდეგ იქნება შოუ, სტადიონზე გაიმართება ლაზერული შოუ, გვეყოლება DJ-ი, რაღაც პერფორმანსებია დაგეგმილი. ასევე საღამოს იქნება ყველაზე დიდი ფეიერვერკი, რაც ამ რეგიონში ხდება ხოლმე და ზოგადად ამერიკაში ფეიერვერკი არ არის ესე დაშვებული, მხოლოდ 4 ივლისს ახალ წელს და ისიც ორგანიზაციები ან რაღაც ეგრე აკეთებენ ხოლმე, თორე ესე ჩვენ რო ვიცით და ჩვენ რო გვიყვარს რომ უბრალოდ ფეიერვერკი გავუშვათ, ეგრე ნამდვილად არ არის ამერიკაში. შემდეგ TGIF-ზე წავედი და აქ გავიგე რომ თუ რა ასე ძალიან რომ ველოდებოდი, ფეიერვერკი აღარ იქნებოდა. იმიტომ რომ ჭორების მიხედვით ჩარშან რაღაც უსიამოვნო მოხდა და გადაწყვიტეს მხოლოდ დრონების შოუ დაეტოვებინათ. ძალიან მეწყინა და წასვლაც კი აღარ მადარდებდა დიდად. ასე გამოიყურება TGIF-ის ეზო, სადაც კვირის მუშაობით გადაღლილი grad სტუდენტები პატარა შესვენებას იღებენ. აი ცოტა კადრები საღამოს შოუდან. Emojis, snapshots, please even send a dot. My inbox is empty. I hope that your heart is not. Okay. I hope that your heart. დღეს მეორე დღეა, ანუ დღეს არის თამაშის დღე და დღეს არის კიდევ უფრო მეტი festivities, ანუ რაღაცეები, გაიმართება რაღაცებს დაარიგებენ, რაღაც გათამაშებები იქნება, მუსიკა, პერფორმანსები და ბოლოს 2 საათზე იქნება თამაში. რაც მთავარია, წაგიყვანთ tailgate-ზე, რაც არის ამერიკული ტრადიცია. ახლა ვფიქრობ რა შედის ამ ტრადიციაზე და basically სმა პარკინგზე თამაშის წინ და hot-dog-ების ჭამა და ასე შემდეგ. და შემდეგ 2 საათზე შევალთ თამაშზე. თამაში გრძელდება უსაშუალოდ დიდხანს და მე არ მომწონს, იმიტომ რომ ძალიან დიდი შესვენებებია და შედარებაც არ არის სხვა სპორტთან ან ფეხბურთთან ინტერესის მხრივ ჩემთვის. მაგრამ ეგ არაფერი, იმიტომ რომ მთავარია კორნელის ფიუითი და გავიგეთ უნივერსიტეტისთვის შექმნილი დღესასწაულია, სადაც გიხარია, რომ ამ უნივერსიტეტის ნაწილი ხარ. ალუმნოებიც დიდი სიხარულით ბრუნდებიან ხოლმე კორნელში ამ დღეს და თვითონაც აწყობენ პარკინგზე ადგილებს, სადაც შეგიძლია საჭმელი მიირთვა, ლუდი დააყოლო და უბრალოდ კარგი დრო გაატარო. ასევე არის სხვადასხვა სტენდები კორნელის მიერ გამართული, sadაც ისევ და ისევ უნივერსიტეტთან დაკავშირებულ მერჩს არიგებენ და უბრალოდ ჩათვალეთ, რომ პატარა კარნავალი ეწყობა. I should know better, but that's no fun. So let me down, light as a feather. When you're done, I'm a little too into you. Got my head over my shoes, but I like it. I'm a little too into you. Got me up over the moon, but I like it. ახლა ვართ ასე ვთქვათ final stage-ზე, ბოლო ივენტზე, რაც homecoming-ს უკავშირდება დღეს, ანუ შაბათს, დღეს, როცა homecoming-ი გაიმართა. ხვალს არის პატარ-პატარ რაღაცები, მაგრამ მთავარი არის დღეს და ახლა მივდივარ graduate სტუდენტების ასე ვთქვათ პარტიზე. My chest ruined my life, but it's the best out of my mind. Ooh, I should know better, but that's no fun. So ooh, let me down, light as a feather. When you're done. ამავე შაბათ-კვირას ვიყავი გასული მაღაზიებში და მინდოდა მეჩვენებინა სექტემბერშივე როგორ ყველანი მზად არიან ჰელოუინისთვის, როგორი ლამაზია შემოდგომა ითაკაში და რა ღირს საკვები პროდუქტები ამერიკაში. I wanna crush my car.
იმედი მაქვს ასეთ ვისე კარგად ჩანს ყველაფერი და მინდა გაჩვენოთ რა ვიყიდე დღეს grocery shopping-ისას. ოღონდ რა თქმა უნდა ეს არ არის ისეთ shopping-ი, სადაც მივდივარ და ერთხელ ის მოსმიტყვით ყველაფერს, რასაც შემდეგ ჭამ. უბრალოდ არის პატარ-პატარა რაღაცეები, რასაც ყოველკვირეულად ვავსებ ხოლმე. თან მიყვარს ახალი რაღაცების გასინჯვა, delivery service-ი მაქვს და მასზე მივირთმევ ხოლმე უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ როდესაც შემიძლია რომ წავიდე სხვა მაღაზიაში და რაღაც ახალი ვნახო და ახალი გავსინჯო, ძალიან მიხარია. ალბათ ვინც ამერიკაში ხართ, ყველა მიცით Trader Joe's და იცით რომ seasonal რაღაცები აქვს ხოლმე, ანუ შემოდგომისთვის, Halloween-ისთვის, საშობაოდ, საზაფხულოდ და ასე შემდეგ, ამიტომ ყოველს ახალისაა ამ მაღაზიაში შესვლა. ახლა გაჩვენებთ ტკბილეულს, იმიტომ რომ ალბათ უკვე იცით რომ შოკოლადზე გიჟდები და როდესაც სხვა შოკოლადს ხედავ, ყველაფერი მინდა გავსინჯო. მით უმეტეს თუ კარგი packaging-ი აქვს და ძალიან ლამაზად გამოიყურება. ეს არის pistachio, რომელიც დაფარულია შავი შოკოლადით და ეს ღირდა $4.59. შემდეგი არის ნიდერლანდური ვაფლები, რომელიც ღირდა $3.69. შემდეგ არის ასეთი შოკოლადები, რომელსაც რა თქმა უნდა თავის packaging-ი ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ დასვალდა, იმიტომ რომ Coca-Cola გავიდა თავის წყალი. სამაგიეროდ ყოველთვის შეგვიძლია ამერიკაში იმედი გქონდეს, რომ packaging-ში ისევ packaged შოკოლადები და შოკოლადი არ დაშავებულა. ეს არის რძის შოკოლადი, იმიტომ მიიქცეთ ჩემი ყურადღება, რომ ეწერა ბელგიური შოკოლადია და ეს ღირდა $2.59. არც ძვირია, თუმცა თან არც ბევრი იდო შიგნით. და შემდეგი არის იოგურტით დაფარული მარწყვი და ეს ღირდა $4.99. შემდეგ გადავიდეთ ჩემს საყვარელ პასტაზე. უგემრიელესია, არ ვიცი პასტები ერთმანეთისგან რითი განსხვავდება, თუმცა ეს ძალიან მიყვარს და ეს ღირდა $4.99. Bagels უბრალოდ სეზამით არის და ეს ღირდა $7.75. ჩაი ძალიან მიყვარს და აქ სხვა გემოიანი ჩაიებს სინჯავ ასე თქვა, თუმცა შავი ყველაზე მეტად მიყვარს და ეგ არის შეუცვლელი ჩემთვის, რასაც ყოველდღე დავლევ, მაგრამ ეს არის ვაშლის და სინამონის და ეს არის gingerbread-ის. ეს გავსინჯე, რომ გითხრათ გადავირიე მეთქი არა, იმიტომ რომ ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ უნდა ვჭამდე gingerbread-ს და არა ვსვავდე, if it makes sense. Cereal, ხლოპიები ესე ვთქვათ, ქართულად არ ვიცი. ნამდვილად როგორ არის $4.59. შედარებით მგონია რა მართალია რომ შედარებით უკეთესია ვიდრე მაგალითად ესეთი რაღაცები, იმიტომ რომ ეს შაქრით არის გატანილი და ეს შედარებით ჯანმრთელია. შემდეგ ეს რძე, oat milk-ის რძე ღირდა $5.59 და ძალიან მიყვარს, ყოველთვის მაქვს სახლში და cream cheese-ი ღირდა, ანუ მდნარი ყველი ღირდა $1.69. აი ეს ორაგული 10.64 ცენტი ღირდა. და ასევე შებოლილი ორაგული, რომელიც $4.86 ღირდა. ეს არის და ეს უცებ მინდოდა რაღაცები დამათვალიერებინა, რაც უცებ ვიყიდე და ფასები მეთქვა. ჩემთვისაც კარგია ხოლმე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ფასები ძალიან აიწევს და ამ ვიდეოებს მე თვითონ რო შევხედა ვიტყვი რომ ვაიმე რა იეფი იყო მეთქი. არა და ამ წამს ყველაფერი გაძვირებულია რა თქმა უნდა. ახლა გაჩვენებთ რა ვიყიდე და შევიდა ჭიქები. მაქვს ჭიქების კოლექცია და ბავშვობაში ძალიან მინდოდა აი ასეთი ჭიქების კოლექცია მქონოდა და ამ ასაკში უკვე გამომივიდა, არ ვიცი როგორ წავიღებ ამდენ ჭიქას სადაც გადავცხოვრდები, მაგრამ რაც მთავარი ახლა გულს მიხარებს. აი ახლა გაჩვენებთ ჭიქად. TJ Maxx-დან რა თქმა უნდა. უბრალოდ წარმოიდგინეთ რა საყვარლობა იქნება ეს ჭიქა და არა მარტო რონი და ჰარი და წარმოიდგინეთ უბრალოდ საშობაოდ ხო ყველა უყურებთ ხოლმე ჰარი პოტერის რომელიმე ნაწილს მაინც ან სადმე მაინც ხო გადის მე ყოველ შემთხვევაში ვუყურებ და იმის ყურებისას რომ ეს მექნება სავსე ცხელი კაკაოთი და ზემოდან რაღაცა კრიმით და საყვარელი სასმლით ალამაზია შეხედეთ და ჰელოუინის დროს და არა მარტო ჰელოუინის დროს მაგრამ ჰელოუინის დროს წარმოიდგინეთ რა ალამაზი იქნება ქუქიები რო დავიწყო აქ როდესაც ფილმებს ვუყურებთ ყველაფერი ნაწყვეტებად მოგიყევით, მაგრამ იმედია ცოტა მაინც შემოგეხედეთ ამერიკაში სტუდენტურ ცხოვრებაში. ჩემს არხზე ძალიან ბევრ ასეთ ვიდეოს იპოვით. იმედია ისე ამოვნეთ და ასევე არ დაივიწყოთ, რომ ოცნებები აუცილებლად ხდება.